ოპოზიცია ელის, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შემდეგ მწვავე ანგარიშს წარადგენს. ოპოზიციური პარტიების წევრები დელეგაციას ცალ-ცალკე ხვდებიან, უკვე ისაუბრეს მათთან კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა. განხილვის მთავარი თემა არის ქართული ოცნების ყველა რეპრესიული ნაბიჯი, რაც პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩახშობისკენ არის მიმართული. ასევე შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოში ამოქმედებულ მოსკოვის მექანიზმს, რომელსაც EUTOS წევრმა 24-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და რომელმაც ბოლო დროის ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები უნდა გამოიკულიოს. ნატალი ჯახუტაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის, გახდა თუ არა ცნობილი, როდის გამოქვეყნდება მოსკოვის მექანიზმის დასკვნა და როგორ მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების შეხვედრები EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან. EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა ხვდებიან პარტია ლელოს წარმომადგენლები. მანამდე შეხვედრა გაიმართა ნაციონალურ მოძრაობასთან და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებთან და ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შესაბამისი ანგარიში გამოქვეყნდება დიდი ალბათობით ამ კვირის ბოლომდე. საერთაშორისო ექსპერტები უკვე ამზადებენ ძალიან ვრცელ დასკვნას მოქალაქეების უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში და ასევე ქართული ოცნების სავარაუდო დანაშაულებზე და ეს დოკუმენტი, როგორც უკვე გითხარით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში. სწორედ ამ საკითხზეც მათ შორის მსჯელობდნენ დახურულ ფორმატში ოპოზიციონერები ჩვენს პარტნიორებთან. ასევე ოპოზიცია აცხადებს, რომ ვერანაირი დიალოგი და მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ქართულ ოცნებასთან იქამდე, ვიდრე პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება და ეს არის მათი ერთ-ერთი მთავარი პირობა და მაგალითად ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტულ საკითხებზე დალაპარაკება ოცნების ხელისუფლებასთან და ზოგადად ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ EUTOS საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქმის კურსშია და დეტალურად აქვს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ინფორმაციების გაცვლისთვის აი ხა თქვენ რო გელაპარაკებით, თქო ჩვენი პოზიცია იყო, შეიძლება ამისთვის სისხლის სამართლის საქმე აღვიძრამ, ხო? და ეს არ არის მკითხაობა და რაღაცა უბრალოდ მოსაზრება, ხო? ესეც სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით, იმ ადამიანებს ეხლა ვინ შევიდა იმ ადამიანებსაც, ხო, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეში. ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის ფორმატი მოლაპარაკების შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია, ვიდრე ეს პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს პირველ რიგში იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონდა რაღაცა მიიღონ თვითონ სანაცვლოდ, ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებულია ქართულ ოცნებას, ვიდრე ყოველგვარი დათქმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამდე საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ესეთ შეხვედრის დროს, რომ შარლ-მიშელი 2 არ იქნება. იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ვალდებული ვართ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე ყავს პოლიტპატიმრები, ვიდრე გვაქვს ნაცემი, მოწამლული და ასე შემდეგ ხალხი და არც ერთი დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია. ჩვენგან აინტერესებდა კონკრეტულად ჩვენი გამოცდილება, როგორც ინდივიდუალ პოლიტიკოსების, ისე პარტიული თვალსაზრისით ჩვენი გამოცდილება უკანასკნელი წლების, აინტერესებდა ჩვენ რა პრობლემებს ხედავთ და რაში ხედავთ გამოსავალს. საუბარი იყო ასევე EUTOS ეგრეთ წოდებულ მოსკოვის მექანიზმზე, იცით რომ ექსპერტი იყო ჩამოსული ცოტა ხნის წინ, აინტერესებდა თქვენდა თუ არა მასთან შეხვედრა, მივაწოდეთ თუ არა ინფორმაცია, იციან რომ ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ამ კვირაში, ყველა საკითხს შევეხეთ, პრაქტიკულად ასაც ვეხებით ხოლმე ესეთ შეხვედრებს. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში უნდა გამოქვეყნდეს ანგარიში ამ კვირაში? კი, ამიტომაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ კვირაში იქნება გამოქვეყნება მაგ ანგარიშისკენ. EUTOS საპარლამენტო ასამბლეა არის დიალოგის სივრცის ძიება და ეს ბუნებრივია და ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მათი ფუნქცია და მისია ეს არის, თუმცა ძალიან კარგად ესმით და ჩვენ კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ პირობებში, სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ ქვეყანაში ყავს უამრავი პოლიტპატიმარი მეტი ერთსულ მოსახლეზე ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება და არ არსებობს პირობები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთთან, ბუნებრივია ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს და ამიტომ ეს გამოწვევები უნდა გადაილახოს
იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ გაიხსნას დიალოგის სივრცე და შესაძლებლობა. დემოკრატიული უკუსვა, მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შელახვა, რეპრესიული კანონები, ეს ის საკითხებია, რაზეც ყურადღებას გაამახვილებს პარტია ლეო და შეხვედრის დაწყებამდე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო გაუარესდა ვითარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და ასევე ლეოში აცხადებენ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ ავტორიტარიზმის ახალ ფაზაში გადავიდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. არჩევნებს რაც შეეხება, ფაქტიურად ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, როდესაც ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს შეუზღუდა უფლება არჩეულ იყოს თანამდებობებზე. უპირობო არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მათ შორის, რა თქმა უნდა, მოსკოვის მექანიზმის გამოყენება, ეს არის მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი ქართული ოცნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და აღდგეს მეკითხოდი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის შეჩერებული. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა და ამ 2 დღის განმავლობაში ისინი ხვდებიან როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. ხვალ დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დეტალურად ისაუბრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და დიდი ალბათობით ჩვენც გვექნება მედიას შესაძლებლობა, რომ კითხვები დავუსვათ დელეგაციას და ასევე როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გამოქვეყნდება ანგარიშიც.